საჯარო სკოლებში შესაძლოა მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალოს. ეს საკითხი აქტიური განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც მოსწავლეების მხრიდან ტელეფონების სარგებლობის გამო სასწავლო პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. მობილურის გამო მოზარდებს შორის დაპირისპირების ფაქტებიც გახშირდა. პედაგოგები აცხადებენ, რომ მოსწავლეებს ტელეფონის სკოლაში ტარება მშობლებმა უნდა აუკრძალონ. განათლების სამინისტრო კი ამ საკითხის დარეგულირებას ეთიკის კოდექსით გეგმავს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს შენიშვნას მობილური ტელეფონის გამოყენებისათვის აძლევს. გაკვეთილის მსვლელობისას მობილურ ტელეფონზე თამაში მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა და ხშირად საუბარიც კი სკოლებში თითქმის სასწავლო პროცესის ნაწილი გახდა. პედაგოგები ამბობენ, რომ პრობლემამ უკვე დიდი ხანია მასიური სახე მიიღო. ძირითადად ეს ჩუმად ხდება თუ შევამჩნია, რა თქმა უნდა, მას მივცე მითითებას, ჩამოვართმევ მობილურს. ხშირად ხდება ისეთი შემთხვევა, რომ აგვიკრეფია ეს მობილურები, შეგვინახავს პატარა ჩანთაში, ჩვეულებრივად ჩვენ გვაქვს ამისთვის და შემდეგ გაკვეთილის ბოლოს დაგვირიგებია. ყურადღება ეფანტება მასაც და სხვებსაც უშლის ხელს, სხვა ბავშვებსაც, მასწავლებელსაც, რასაკვირველია თავისთავად. ამ პრობლემას თბილისის თითქმის ყველა სკოლაში უჩივიან. მობილურ ტელეფონს გაკვეთილებზე პირველი კლასიდან მე-12-ში ჩათვლით ყველა ასაკის ბავშვი ატარებს. სკოლებში ხვდებიან, რომ ხშირად მსგავსი ძვირადღირებული ნივთები უფროს კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზით ხდება. ამიტომ პედაგოგები მშობლებს ურჩევენ, რომ მათივე შვილების უსაფრთხოებისათვის სასკოლო ასაკის ბავშვებს მობილური ტელეფონები არ უყიდონ. ირღვევა საგაკვეთილო პროცესი, ხშირად გადართულები არიან ამ მობილურზე, ერთმანეთს უმესიჯებენ და ამიტომ არ არის საჭირო მობილური. მივესალმები თუ არ იქნება სკოლაში ბავშვს არ ექნება მობილური. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ადასტურებენ, რომ მობილური ტელეფონები ხშირად სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი ხდება. არსებობს მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული ფაქტებიც, რომელიც უსაფრთხო სკოლის კონცეფციას ეწინააღმდეგება. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ერთმანეთს არ თხოვენ ამ მობილურ ტელეფონებს. რამდენიმე ფაქტი იყო გამოვლენილი ახლა ხანს ჩვენი მანდატურების მიერ, როდესაც ბავშვები მობილურ ტელეფონში შეგნიდებენ ბრიტვას იმისათვის, რომ ამ გზით შეიტანონ ეს საშიში საგანი სკოლაში. მოსაზრებას, რომ მოსწავლემ სკოლაში მობილური არ უნდა ატაროს, არც მშობლები იზიარებენ და არც ბავშვები. ტელეფონის აუცილებლობას კი ერთი მიზეზით ხსნიან. მშობლები მაინც იძაბებიან იმ შემთხვევაში, როდესაც აიციან თავის შვილს ადგილმდებარეობა სად არის, ან თუ რამე დაგემართება მობილური იმისთვის არა დაარეკოს ადმე. მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვი მივიდა თუ არა სკოლაში და რავი, ჩემს თვითონ ატაროს მოსწავლემ სკოლაში ტელეფონი. ყურადღებას არ გიპყრობ. ზოგჯერ. ამაზე მასწავლებლებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. სკოლაში არის მანდატურები, დირექცია და მე ვფიქრობ, რომ შვილის კონტროლისთვის დღეისთვის გაკვეთილზე იყოს ჩართული მობილური ტელეფონები არ არის სასურველი. პრეცედენტი, როდესაც მოსწავლეს სკოლაში მობილური ტელეფონის შესვლის უფლება არ აქვს, თბილისის რამდენიმე კერძო სასწავლებელში უკვე არსებობს. თუმცა განათლების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ იგივე ფუნქცია ყველა სკოლის დირექციას დაეკისროს. უწყება ახალ ეთიკის კოდექსზე მუშაობს, სადაც მინისტრის თქმით მობილურების აკრძალვის საკითხი ერთ-ერთ პუნქტად შევა.